გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ხომ გესმით ეს კოლექტიური დასავლეთი ჩვენს ქვეყანას რატომ ერჩის? რატომ უწესებს სანქციებს ჩვენს მოქალაქეებს? რატომ გვიჩერებს სხვადასხვა სახის ფინანსურ მოწყალებას, რომელიც მართალი გითხრათ არ ვიცი რას ხმარდებოდა. რატომაა გამოცხადებული საქართველოს რუსეთის განუყრელ მეგობრად? ამას წინათ მოვისმინე ვინმე ჯონ ჰერბსტმა, ამერიკის დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს წევრმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხედავთ ერთგვარ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნებისა თუ პოზიციების მიმართ. გესმით არა მეგობრებო, ჩვენ თურმე მოსკოვის მოთხოვნების წინაშე ვიჩოქებით, მუხლები გვაქვს გადატყავებული. დიახ, ასე ყოფილა საქმე. როგორც კი მოსკოვის მოთხოვნას გავიგონებთ, უმალ მუხლებზე ვეცემით და რიგ შემთხვევაში რუსეთის ჰიმნის სიმღერას თუ არა ღიღინს მაინც ვიწყებთ. და ეს დასავლური ბულინგი რის გამოა? მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს დასავლეთის ბრძანება არ შეასრულა და რუსეთს ომი არ გამოუცხადა. ხოდა კიდე სანქციები რომ არ დაუწესა. სანქციები, რომლებსაც რუსეთი ვერც იგრძნობდა, სამაგიეროდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სუიციდალური იქნებოდა. აი, მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო. ვინმეს ეჭვიეპარება, რომ კოლექტიურ დასავლეთს სულ ცალკბილზე ჰკიდია აქ საქართველოში დემოკრატიული პროცესები როგორ მიმდინარეობს. და ისე კი როგორ უნდა მიმდინარეობდეს, როდესაც მე რამდენი დღეა ფსევდო საპროტესტო აქციებია ქვეყანაში და რა მერე ვინმე ახლა არბევს მათ თუ გრძალავს თუ ეჭიდავება და იმის და მიუხედავად რომ ეს აქციები ძალიან დიდ უხერხულობას უქმნიან ქართულ საზოგადოებას, იკედება გზები, ხმაური, ბილსიტყვაობა და აგერ კიდე ახალი უბედურება დაგვატყდა თავს. მაღაზია ტრიკო გაიფიცა და ამით ყველა შანსი გადაგვეწურა, რომ შესაბამისად ყოფილიყავით აღჭურვილი. და ის ვინმე ჰერბსტი ამას უწოდებს დემოკრატიული პროცესების უკუსლას. რამდენი ოპოზიციური არხია ქვეყანაში, ვინმე დაითვალა და რამდენი პროსახელისუფლებო არხია, მონიურად ორი, ჩვენი და იმედი. რუსთავი ორი ფაქტობრივად არც აქეთაა, არც იქით, როგორც ვიცი, იქ თანამშრომლების ნახევარზე მეტი გვარამიას კადრებია, თუმცა ეს ჩემი საქმე არაა. მოკლედ, თურმე ავტორიტარიზმია ქვეყანაში და ხვალზე უკვე დესპოტიზმსა და ტირანიაში გადავალთ. აი, რუსეთს რომ შევკინებოდით, მაშინ კარგი გოგო ბიჭები ვიქნებოდით. დიახ, დასავლეთი იარაღით მოგვამარაგებდა, ვინმე ერთი-ორი დასავლელი ამ იარაღზე კარგად გამდიდრდებოდა, მერე რა რომ ჩვენთან შეიძლება მეორე მარიუპოლი ყოფილიყო, ეს დასავლეთს აღელვებს? ვინმე დასავლელი თავის ავატარზე საქართველოს დროშას გამოფენდა? მეტი არაა ჩემი მტერი. ვერა და ვერ გადაიტანეს, რომ საქართველო მათ დაკრულზე აღარ ცეკვავს და ცალფეხზე არ დახტის. დიახ, აი, ალბათ ბობოლა დასავლელები რო იკრიბებიან საღამოობით ბრიჯის სათამაშოდ, ვისკის დასალევა და სიგარის გასაფუილებლად ერთმანეთს გაკვირვებით ეკითხებიან, კი მაგრამ ეს პატარა ქვეყანა რას ბედავს, როგორ არ გვემორჩილება, სად გაგონილ ასეთი რამ, რომ ვეუბნებით უნდა მოისპოთ, რატომ არ ისპობენ თავს. შეიძლება სიტყვით ასე არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზრი ასეთია. ახლა გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს ის დასავლელები ჩვენს შესახებ რას ბჟუტურობენ, მე უფრო ის მაღელვებს აქაურები, ასე ვთქვათ, ჩვენიანები რას ლაპარაკობენ და რა უნდათ. დავიჯერო მართლა უნდათ რუსეთთან ბრძოლა? ნუ თუ არ ესმით, რომ ეს ჩვენთვის ფატალური შედეგით დამთავრდებოდა. აი, ამას ვერ ვიგებ. მათ რუსეთი მართლა სუსტი და უნიათო სახელმწიფო გონიათ? მახსოვს 2008 წელს ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ჩვენი ორი თანამშრომელი წაიყვანეს რეზერვისტების ბანაკში 3 დღით. დიახ, 3 დღეში ბიჭები, რომლებსაც მანამდე ცოცხალი იარაღი არც ენახათ, ვითომ გამოცდილი სამხედროები დადგებოდნენ 3 დღეში.
და იქ თურმე ეუბნებოდნენ, რომ რუსეთს იარაღი უჭირს, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები და დამპალი ავტომატები აქვს, რომ სამხედრო თვითმფრინავები არ დაფრინავს და ქვემეხი არ ისვრისო და იშვენი ბიჭები მახსოვს გაყოყოჩებულები ჩამოვიდნენ, რამე რომ იყოს დღე-ნახევარში ტულამდე გავალთო. მე რაც მოხდა კი ვიცით. ჩვენს ყველაზე კარგ ახალგაზრდებს მინდა ვკითხო, რას ფიქრობთ რუსებთან ომის შესახებ და რაც თავარია, როგორ ფიქრობენ ასეთი რამე რომ მოხდეს ღმერთმა დაიფაროს, რასაკვირველია, რა შედეგით დასრულდება ეს ბრძოლა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.